სალამი. გამარჯობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიაროთ ეს საკითხი, რასაც ეგრეთ წოდებულ პროტესტს შეეხება ქუჩის გადაკეთვას. დღე არ გავა, რომ 10-მდე ადამიანი არ დააკავონ ამაზე კანონიზარი და მე იწყება, რომ ეს ადამიანები არიან ზოგი 71 წლის ქალია, ზოგი მასწავლებელი, ზოგი ექიმი და ასე შემდეგ. მე ჩემსას ვიტყვი და მე თქვენს ვძანეთ. მე მგონი დროა, რომ მულტიდისციპლინარული რაღაცა კომისია ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და მათ შორის ფსიქიატრების და სხვა, რომ ჩვენ რასთან აქვს საქმე, რომ ნახოთ, სამედიცინო ხასიათი რო აქვს პრობლემას, ვიცით, სოციალური ხასიათი რო აქვს პრობლემას, ვიცით, ეს არის გარკვეული რაღაც სექტა, ხალხი, რომელიც უბრალოდ ფსიქოლოგიურად ღრმად არის ავადდა. გასაგებია, რომ კანონი მათ იჭერს, გასაგებია, რომ კანონი მართალია, რაღაცა მკურნალობის ზომებიც უნდა მივიღოთ. მე მეწოდება, გულწრფელად მეწოდება და მთავარი რა არის ამაში, რომ აი ამ ხალხით აი ამ ფსიქიკურად დაზიანებული ხალხით სარგებლობენ გოთვერნები, რომლებიც შორს დგანან, ზოგი საქართველოშიც არ არის და უქცევენ საზარბაზნე ხორცს, უბრალოდ საგამძირე ხორცს სამართალ დამცავებს. ეს არის აღმაშფოთებელი. ხო. ამოხატეთ აზრი, არ ვიცი, მე გამიტყდება უკვე რა. ხო რა, ნუ რაც შევარქვით, რომ არიან გიჟები, მე მგონი ეგ თეორია. შევარქვით არა, ეგ თეორია სულაც არ არის ჩვენი მხრიდან სახუმაროდ გაკეთა, ეს არის სრული სერიოზულობით, აგერ სამი კაცი ხელს ვაწერთ მაგ საკითხზე. აბსოლუტურად სრული სერიოზულობით ვამბობთ, რომ ესენი არიან გიჟები რა და შეპრობილები. რა უქნათ? ხო არის შალვა სხვადასხვა ტიპის თერაპიები. აი თიხა არა, აი ხატვა, ძერწვა, თიხაზე მუშაობა შველის, მუსიკა, ხო, ამათ ან ბოლოს ირონიის გარეშე შეიძლება ლობოტომია, ან ბევრია რა. ხო, ირონიის გარეშე მეწოდება ეს ხალხი. იცი რატომ მეწოდება? გალია რო დავადგათ. ჰა? ზევიდან ჩავკეტოთ. აი თქვენ მაინც ახალგაზრდული ექსტრემიზმი გამოგარჩევდა. მე უკვე რო უყურებ ავადმყოფი ხალხი არის, ცოდო ხალხია. არ შეიძლება რომ მასობრივი ჰიპნოზი იყოს. მართლა ყოველგვარი იმის გარეშე. სომნამბულისტი მოვიყვანოთ აბა თუ რა. აბა ეხა როგორ არის, იცი რომ უყურებთ ამ ავადმყოფ ხალხს, რომელსაც ადგილი არის ექიმთან. და მეწოდება რა ვქნა, ის უყურე ანგარის არ უწევს რა ხდება. ის საერთოდ ვერ ხვდება სად არის, რატომ არის და რა. მე მაგაში ბოლომდე არ გეთახმებ. არის ნაწილი ეგეთი. ნაწილი? კი და ნაწილი არის ვისთვისაც ეგაა მთავარი მიზანი. ეგ სხვა. ის მიზანი ეგაა რომ დააკავონ ის. ეგ სხვა არის. ხო, რა თქმა უნდა. შეგდებულად ვიცაკეთებს. დიდი უმრავლესობა არ არის ეგ. იგი მერე რო იფარებენ ოღონდ რო იმე სახში რო მერე რო ახსენდება რომ სახში შვილი ყავს. ღამე დილამდე რუსთაველზე დარბის და მერე თურმე სახში შვილი ყავს. აი, ზორნა ად პლეվել როგორც იმაში არის ბიბლიაში. არ გავარჩიოთ ავადმყოფები და ესეთი ავანტიურისტი ვითომ გიჟები, მოგიჟიანებულები. შენ გინდა ეხლა როგორც ჩვენ გადაცემა ექსპრომტის ხასიათსა, ექსპრომტად მოვიფიქროთ პანაცეა. მაშინ ჩვენ მინდა რომ ამაზე ლაპარაკი დავიწყოთ. დღეს დავავალოთ ჩვენ თავს და აგერ მაყურებელთან ერთად შევთანხმდეთ მაგაზე, რომ როდესაც გადაცემა დამთავრდება სახში და რაღაცა მოგწევ. ვადაავიღოთ მაგაზე საფიქრად, ან მე ერთად ხვების ბრეინსტორმინგი ჩაერთო, ოკეი? და იქნებ რაღაცა ხომ მართლა გავიდეთ რა, კონსილიუმის პონჩი, სადღაც მივიდეთ. აი მურმან დუმბაძე გავუშვით. აი ოფიციალური გიჟი, შლეგიანი. კი ბატონო. ხო, აი მურმან დუმბაძე. მშვიდობიანი დამხობა ეს არის პოლიტიკური ტერმინი და ყველა ხელისუფალს დღევანდელსაც, გუშინდელსაც და მომავალსაც უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეს მშვიდობიანი დამხობის უფლება აქვს. ჩახედეთ საერთაშორისო სამართლის წესებში, ჩახედეთ კონსტიტუციებში, ჩახედეთ დამოუკიდებლობის დეკლარაციებში და ჩახედეთ ჩვენზე განვითარებულ და დემოკრატიული არა თქვენ მოგვაწოდეთ ეხლა ეს 4 ოქტომბერი როგორც გამარჯვება და მე გეუბნებით რომ არ იყო ეს არანაირი გამარჯვება ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ არ იყო ეს არანაირი გამარჯვება მე სხვა რამეს ვამბობ დაგვით რას ვამბობ გალბატონო იგა მე ვამბობ რომ პაატა ბურჯულაძის დაძახილზე ანუ აი ლიდერების დაძახილზე მურმან დუმბაძის პოზიცია მურმან დუმბაძეზე რა უნდა ვილაპარაკოთ კაცო როგორ იყო ბაჩო შენ ციტირებ ხოლმე ნაცები რომლებიც ვინც ნაცებს შემოხაზავსო თუ მარჯვენა ხელით შემოხაზავსო დაულპებაო და თუ მარცხენა ხელით შემოხაზავს გიბო დაემართება და მე რა თქვა კოცებზე ვინც კოცებს შემოხაზავსო იგივე არა მაგრამ ბიჭო ხო და აი ყურე მურმან დუმბაძე მაგალითად მურმან დუმბაძეს ეს ინგა რომელიც არ არის გიჟი ინგა ძალიან ზაზიმლიონი არსება აი ზედმეტად ანუ ხო ხტები იწევს და რაღაცებს ალაპარაკებს ეთერში
როგორ შეიძლება აი თუ ის გიჟია, თუ ადეკვატური არ არის, ამის მოწევა. ან რაში სჭირდებათ, ან რომელ ადამიანს აქ აგზნებს მურმან დუმბაძე ხო, ან რამეზე. მაგრამ ხო არის აი კეთილი ხო ნაგავდება. მათ შორისაც ხო რთულია კაცო ესე არჩიო. აბა ვინ უნდა ყოველკვირა ხო უნდა ატარონ ვიღაცა. ხო ნუ და უფრო მეტად ესეთი ფსიქოტიპები არიან იქ და რა გინდა ხა ეს არ დაждდება მე ხუხაშვილი უნდა დასვან და აი ძალიან დიდ განსხვავებას ხედავ ამასსა და ხუხაშვილს შორის სხვათა შორის მაინც ხედავ ძალიან დიდს ხუხაშვილი არის გნიდა გამორჩეული ტიპი და გაბრაზებული ქალი ხო იცი რომ უარყოფენ სერვის ქალის სერვის რო უარყოფს ხოლმე კაცი და მე რო გაწიწმად ქალივით აი ეგეთია და თან გნიდა მიშამ რო გააცრუპე სტატუსი რო დაწერა ხა რამდენიმე დღის წინ თუ რა მოახდე ერთ-ერთი მაგის ბოლო სტატუსიდან ისო რა ქვია მეორაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთეო რაც თორემ და არა ისო საქართველოს ისეთი პონტი იყო რა შეყვარებულს რო ძალითო საყვარელ ქალსო რა ზალით რო აძალებო რომ შენთან დარჩესო და რო არ უნდაო რა და ეგრე გამექცაო რა საზოგადოებაო თორე მე ვაფრთხილებდიო რომ ეს რუსული პროექტი იყო და როდის აფრთხილებდა მაგის დედავატირე მაგის როცა გააგდეს ყველა დირკიდან სხვა აქცენტი დასვი ხა მე სხვა აქცენტი მიშა სააკაშს არ აქვს უფლება ილაპარაკოს ქართულ საზოგადოებაზე რომ ჩემი შეყვარებული ქალი იყო მიშა თქვა თუ ხუხაშვილი მიშამ თქვა მიშა ხედავ სადამდე მივიდრე ხუხაშვილის და მიშას გამონათქვამი მე რევა ერთმანეთში რა თქვა მიშამ დეგენატმა რაო მე ქართულ საზოგადოებას ველოლიავები და გამექცა ხალი რო გაგირბისო რა ეგრე გამირბი გაუპატიურებდი და გაგექცა რა თქმა უნდა შენი დედაც ვატირე თქვენს მაგაცი გავუშვით აბა ჰეგელი არა ზედმეტი მომიდა ჰეგელია ლელო ვიღაცას ფულს თავაზობდა რომ გაჩვეულიყო ეს იყო სიცრუე სახელზე გვარს ამახსება არ როგორ დაარწა ხელი ნახე არჩევია რაღაცა ბუტია ჩვენ ეროვნულ ინტერესს მივყვებით ეგეთი ბუტია. კარგი ბუტია. აი ეს არის ესე. ეხლა გაერთებას მთავაზობ, ჯერ რაში გაერთებას მთავაზობ არ ვიცი. შინაარს უნდა ვიცოდე, როგორ ვუბასო გაერთებას სად ვერთიანდებით. ანუ დაჟე, ვერთიანდებით ეს ერთი. დაჟე ხო დედა დატირები აუქმებენ და გაერთიანებას მთავაზობ და არ ვერთიანდები. ვაფშე დედა აქ ნატირები ხდები. ეხა ეს გიჟი არ არის, ხო იცნობთ ამას გიჟია? კი. არ არის გიჟი. არ არის გიჟი წყაო. გააჩნია რასოს პრივეტამ არის რაღაცა. პრივეტამ ყველა რაღაცა მოკლედ რაღაცა ბოდიში აფზე ნიპალნაცენია. ფსიქოს აიღებს? კი. მორჩამე. მე იხალ ფსიქოს ვერ აიღებენ. ფსიქო. ბევრი ვერ აიღებს ფსიქოს ვიცი გწევს. გართული აბა პროცედურებიდან ახალ აღარ აიღებს. არა, ეხანდელ ფსიქოს. ეხანდელ ფსიქოს. იერარქიის არებს ძალიან მარტივი პროცედურა არის და მართლა გასართულებელია მე თუ მკითხავ ძმაო. კი ბატონო. ფსიქოშიც გიწერია ხარ გიჟი და არა უნდა გასცე პასუხი. არა, რაღაცა ხო, კაი, მამუკა ხაზარაძე რასალობს. იმიტომ კი არა ჩვენ შეცდომები მოგდის ბუნებრივად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო როცა დაიწყო ბოიკოტზე ლაპარაკი როცა ქუჩა იყო აღელვებული სერიოზულად დეკემბერი იანვარი და თებერვალი უცბად რიგმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ერთი წლის მომავალი ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტზე ინტენსიური პროპაგანდა და ამას ძალიან სერიოზულად ხარი დაუჭირა იმედის ტელევიზიამ და ესე ვთქვათ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ რა ვთქვი თქვენი შეცდომა რა ვთქვია რას ნიშნავს ესე იგი რა გამოდის რომ იმედმა პოზიტივი ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებმა უნდა იმუშაოს პარტიებზე რომ მათ მოიგონ ოპოზიციაზე ხო შუა პარტიებზე რომ ჩვენ ანუ არც უნდა ვებრძოლოთ არიან ცვედნები გახსოვს შენ რამხელა რამდენწლიანი კამპანია იყო რომ ჩვენ გვეძახდნენ უნაროებს და 5 წელი ბოლოს ანუ ამათი უნარაში გამოიხატება ხო ხედავ და ამაზე ტირიან თვითონ თავისი პირთან ჩვენ ხო არ ვაბრალებთ რომ ეგრე თვითონ აღიარებენ ამას რომ ანუ არჩევნები უნდა მოაგებინო ამას ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხელისუფლება უნდა ყოველგვარი იმის გარეშე აიღო და ესე გადასცე ხო შენ უნდა შექმნა რა ამ ოპოზიციის არსებული ოპოზიციისგან საჭორი ბიძინა ივანიშვილს სულ ამას თხოვდნენ რომ წააგეო შენო გადაირჩიეს შეიძლებაო არჩევნები ვერ მივიღოთ მაგრამ არ უნდა ვიხოთ პოლიტიკაში შეიძლება ვერ ვიგებთო იმან ვაფშე ის ვაფშე გადაწყდა რა და დემოკრატია კი არა ვაფშე ყველა ლოგიკურ კანონზომიერებას გაცდა ობიექტურადო ჩვენო ვერ ვიგებთო მაგრამ უნდა უნდა არსებობ თვითონ ინტელექტით სავსე პარტია არის. თორე ანუ ამით თან ხალხი გააკრიტიკა. ხალხი ჩვენს იდეადეს ვერ ხვდებაო. უსუფა გაუშვით. ასეთი გათიშულობა და შესაბამისად ასე დაძაბუნება ქვეყნის. რითი ინგრევა სახელმწიფო, რითი ინგრევა ქვეყანა?
როდესაც ინგრევა ერთიანი ეროვნული სხეული. როდესაც ერთ-ერთი თქვი და მე ამაზე გლიცინი დაიწყეს და იგლიცინო ვინც გლიცინებს, რომ თავარი ამ ქვეყანაში რაც ამ ხელისუფლებამ გააქრო წიგნებია, რომანებია წაიკითხონ, ღიმილი ადამიანები რომლებიც ღიმილით ხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენ ესე იგი ხვალ ერთმანეთის იმედი გქონდეს. ეს თქვენ ჩამოგტირით ცხვირპირი, მეგობრო გაჩერდ. ეს თქვენ ჩამოგტირით. ჯერ დავიწყოთ რომ უსუფარო ერთიან ეროვნულ სხეულზე საუბრობს უსუფა. ხო მაგარია? და ღიმილის გაქრობა. ეს არის თავიდან ბოლომდე ამერიკის როგორი აგენტიც არ ქვია მაგას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რომ მოვიდეს დაწვავს ყველაფერს. ასაც გაიქცევა მოუკიდებს. ეს გადაასხავს ეს. ეს თავისწოლიც. ეს თავისწოლიც. თავისწოლი უფრო ტაივანის ხასხაზისო. თავისწოლი ხო იცით და პესიმისტური მეებს აქვეყნებს. პოსტებს რომ ეხა მივდივარო ბრიუსელშიო. არასოდეს არ ყოფილვარ ესე უიმედოდო. ესე კი არ არისო. ამდენი ხანი თუ გაგრძელდა ეს ამბავიო ევროპაო ჩვენზე უარს იტყვის. ანუ როგორი თემა იცი რომ რა თქმა უნდა შეიძლება ბოლო-ბოლო ამ შეტევებზე უარი თქვან რა. იმიტომ არ გამოზით ეხა იმათაც თუ მაგრა დავდგეთ ნაცი და დავდგებით. და ეს პროგნოზირებს ამის მოახდინოს ვიზა ლიბერალიზაციის თემას. როგორ აფუშინგებდნენ და აპირებდნენ, მაგრამ ვერ მომჯარია ნახე. მომჯარია მაგარი და არჩევნების მზადება ეხლა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ და რა შეიძლება იქნება. მივქარეთო, ჩვენ რო არ მომზადეთ არჩევნებს, ეხლა მზადება უნდა დაიწყოს ყველა არჩევნებს და მაგან რო ის შექმნა მოძრაობა. რაღაც ევროპული ორბიტა. ევროპული ორბიტა კი ბატონო. სიზიფეს შრომა რა რასიც ესე. ხო და ანუ ეგ შექმნა რამდენ დღეში დაინგრა და დაიშალა? ერთ კვირას ვერ გაქაჩა, ხო? და ანუ კიმ კარდაშიანს უფრო დიდი ხნიანი ქორწინებები ქონია ვიდრე ამის ხატია დეკანოიძემ და იმან რო შექმნეს ძალიან ევროპელებიო. არა. კი ყველაზე ევროპელები. არა ესე არის. რაღაც ეგეთი ევროპელები. სუპერ აი მართლა ეგეთი ერქვა, აი ყველაზე ევროპელები, რაღაც ეგეთი. მართლა ევროპელები. აი ახლა უკვე მართლა. და ახლა უკვე ლიბნის გემოთ. კი, იმენა. ეგ იყო იმასთან ევროოპტიმისტები, ხო? ახლა უკვე იტლის გემოთი. კაი, მე კუბანასთან ერთად შექმნა. ანა წითლიძე არ გავუშვათ? წითელწონ მანდელა. მაშინ ვისაუბრია, არ გამოდის არტიშტასურის სწორი გზა რევოლუციურ ცვლილებები და ქუჩის საპროტესტო აქციები არ არის. ეს ერთი. ანუ იმ მოცემულობაში, როცა არჩევნები ამ ქვეყანაში არ არის, დემოკრატიული პროცესი არ არის, პოლიტიკური პროცესი არ არის, პოლიტიკური პარტიები არიან, პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში. როდესაც კლავს ყველანაირ დემოკრატიას. ხა, ამ ქვეყანაში როგორ წარმოუდგენია ვინმე, აი მე მეკითხებიან ხოლმე, რომ როგორ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ აქვს ძალის. არჩევნები აღარ ხალხო რომელ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამიტომ ჩვენ ბრძოლას რა ფორმით იქნება, ნებისმიერი ფორმით გავაგრძელებთ, ეხლა მითხრა ზუსტად გითხრათ. რა ფორმით გავაგრძელებთ ბრძოლას? ამას ამ გადაწყვეტილებას გავაცნობ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სამართლიც აიღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ აუნდაბლის არალეგალურ სტამბას დამეშტავენ გაზეთებს, პროკლამაციებს გაავრცელებენ, თუ რას ნიშნავს? პარტიულად ვეღარ ვაგრძელებთ, აბა რას ისა? გზებს გადაკეტავენ, თუ რა უნდა პატბოლნა იმპერიას მოხდავენ. პატბოლნა იმპერიას სტალინის გაიდლაინით მოქმედებენ და ნუ რას უკასრავთ, ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრათ და რაღაცა ესეთი იდეები მომდის თავში რა. აი კაგრას ესეც ხალბატონი წითლიძეც თუ ისტერიკაში არ არის ჩავარდნილი, ისე მე მგონი არ არის არც მისი გაშვება. უკვე ეს შავსიაში არის. კაი, კუტაბიჭი? კუტაბიჭის მე არასდროს არ გეთანხმებოდ მაგის გაშვებაზე, მაგრამ მაშინ ბუჩიყო გაუშვათ. ბუჩიყო გაუშვათ. ერთი შეწვი მეორე მოხარშეო. არა, ბუჩიყოს უფრო საინტერესოა ვიდრე კუტაბიჭი. რა მაგარი სახელები. ეს ხა ჩალიჩობს იმას, პოლიტიკაში მოსვლას. ბუჩიყო კუტაბიჭი. შეიძლება კუტაბიჭი, ანაირად ეცა. მე დაუწყალი. ხო შეშეა. არ არის კუტაბიჭი? კი. არა მე სხვა ამედობა. არ შეჩეკ სახელი. შერჩა და წარმოიდგინე რომ პოლიტიკოსი არ დაგეძახიან. აი პროსტა კუტაბიჭი. ეხა მეგეთრი. მე შემეძლო კუტაბიჭი დამეძახა ნებისმიერი მათგანისათვის და შინა არც ან კუტა ან ცოტა დიდი ვინმე ის. მაგრამ ამას უხდება და თუ ადამიანს არ უხდება კლიჩკა იმას ზედ არ რჩება, ხვდები? ხო, სორია ეგრე. კუტაბი გაუშვათ მაშინ კუტაბიჭი იმდენი ვილაპარაკეთ, გაუშვათ რა.
ჩვენ აქეთ ხარის იმით მინიმუმ კონცეფტს რომ მასე ჭკვიანები ვართ და შეგვიძლია უკეთესი რაღაცები მოვიფიქროთ. ამ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც ჩვენ უფრო გვაზიანებს, ვიდრე ჩვენს მოწინააღმდეგეს. შესაბამისად, მონია რომ რუსთაველის გადაწყვეტა სიმბოლური არ უნდა გავაკეთოთ ის რაც ჩვენო გააჩენეთ რა მოაშორებთ. ანუ ჩვენო თქვენზე ჭკვიანები ვართო ჩვენ გვეუნება და შეგვიძლია თქვენზე მაგარი რაღაცები ხდება. ხო იცი ტრენერი რო გამოდის ტრენერი. დაძაბული მატჩია და აგებს გუნდი და ძალიან მაგარი ტრენერი ხარ და გამოდის და მითითებას აძლევს. გოლი გაიტანეთ, გოლი. დაახლოებით იმენა ეგ რაღაცა გააქვს. სუდი არ უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენ დაგვაზიანებს, უნდა გავაკეთოთ. კარგი უნდა გავაკეთოთ, უნდა მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ და მე გავიმართოთ. კარგი, კუდაბიჭი. მე რა მაინტერესებს რომ ესე იგი ის შემაძრწუნებელი აქცია რუს მესაზღვრეებს რომ ისინი რო ჩაიხადეს და საჯდომები რო ანახეს. ანუ ეგ იყო მოფიქრებული, იმიტომ რომ ესენი უფრო ჭკვიანებიან და უფრო მაგარი რაღაცებს მოფიქრება შეუძლიათ და ეგ მოიფიქრეს, ხო? პერვერტები. მაგ ნაწილში ჯდება. პერვერტიზის ნაწილში. გაბედა, არა, ეგ ჯდება გაბედაობის ნაწილში. შენ ხო ვერ გაბედავ მაგას. მარტო გაბედულებია. გაუშვა და კუტაბიჭი. აი სულ გონია ხოლმე რა მე და თქვენ რო აქ რომ ძალიან მაგრა ვიჩხუბოთ, ერთმანეთს რამის ხელზე გავიწიოთ, ყოფილი ეგრე ჩუბებს ვიცით, ყოფილი ხოლმე ერთმანეთს ურტყია ხო? ის მომენტი, ის დღე, ის კვირა, შეიძლება ის თვეც და ის წელიც მე უფრო მეტად ვერ მიტანდეთ, ვიდრე ვიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ ეგრე ვართ ადამიანები მოწყობილი და მე არ მგონი რომ თუ უნდათ ერთად არავის არ დაუშლია. უბრალოდ აბსურდულია ყველა დღე მე ადამიანებს ველაპარაკებოდე რომ უნდა გავერთიანდეთ ჩვენ თქო. ანუ ისეთ რამეს რაც გასაკეთებელად არა სალაპარაკო. აი რო გამოდიოდეს ყოველ დღე ფეხბურთის წუთნელი და გელაპარაკებოდეს გუნდმა რა უნდა გააკეთოს ჩვენ ხალხს მაყურებელს ვინც ბილეთი უნდა ვიყიდოთ და დაახლოებით ამას უყურებ ხოლმე და სულ მეცნიერო რომ ვიღარე ვინც ვინმეს ეხება დაუშალა რა არის მოდი და მაგრამ უბრალოდ აი ეს რომ მარტივი სადღეგრძელოები და ყველა ვიცით რომ ერთობა კაი ეგ პროგრამით აგარ გამარჯვება უნდა გავიმარჯვო ხო გაიგე არ არის რაჯობია ხანდახან კუტაბიც რა გამონათებები რა თლა დაკარგული არ არის ქართული პოლიტიკისთვის რა კუტაბიჭი ანუ რასაუბრს ცი რომ გაერთიანდით, ანუ ეს სადღეგრძელო არ უნდა იყოსო, მართლა უნდა გავაკეთოთ, გოლი გაიტანეთ თემა არის რა. იაგო ხვიჩია. მართლა რა ეთყობოდა იმ ხალხს, ვინც ამ ოპოზიციის სახელით ლაპარაკობდა. მე არ ვიძახი რომ ნაცმოძრაობის ყველა მომხრე, ყველა პოლიტიკოსი მოსყიდული ასე რა ეთყობოდა იმ ხალხს, რომ პარტიის შენარჩუნება უნდა და პარტიული ბრძოლა უნდა და ან გაძლიერება უნდა და ყველა ნაბიჯი 2024 წლის არჩევნებიდან განსაკუთრებით. ხო გადადგმული სინამდვილეში იყო ისე რომ ეს პარტიები გამქრალიყვნენ პოლიტიკური ველიდან. ეს ხო თვითონ გააკეთა, გვარამიანს ხო თვითონ გააკეთა მაგალითად, ნაცემას ხო თვითონ გააკეთა. თვითონ ხო გააქრნენ პოლიტიკური ველიდან. ნუ მათ აირჩიეს განსხვავებული ანუ საარჩევნო პოლიტიკური ბრძოლის სივრცე ქვეყანაში რაღაცა ურგვალებს რა აკუბარდია რომ უფლითილებს ხო არა ეს მიგი ურგვალებს და რა სტრატეგია იყო ეს და არაღიარების არათანამშრომლობის სტრატეგია ხო არა იაგოს აქვს შანსი რომ გადარჩეს არმაგედონს გადაურჩეს და რაღაც ცირე წარმატებულობა ხონდეს საქართველოს პოლიტიკურ ამბავში ირაკლი ფავლენიშვილი რა შეიძლება ხო ოპოზიციად ამ თემაზე მე გადავა უფრო აი როცა ოპოზიციის მხრიდან მაინც პასუხი გაგცეთ ნუ ჩვენთვის ძალიან მკაფიო იყო და ნათელი იყო ამიტომ საუბრობდით ეხლა სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციური აქტორი იძახის რომ ეს ერთიანობაზე საუბარიც არის ის ყოველდღიურ გასაგებია რომ შეიძლება ხალხი დაიღალა მუდმივად ამ ერთიანობაზე საუბრით მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს ერთიანობა როგორც ასე ვთქვათ რაღაც სურვილი კი არ იყო გავაკეთოთ ერთიანობას ეხლა მე კიდე ერთი რამოდენიმე წუთი დაგვშვა და მინდა თქვა რომ როცა ესენი ჩაირეცხებიან უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ, ვინ შეიძლება მოვიდეს ამათ მაგივრად და ეს შეკვეთა კი არ უნდა მივიცეთ. პირველი ჩემი აზრით კრიტერიუმი. კარგები უნდა მოვიდეს. ალბათ მოვიდეს. პირველი არის რამდენად იქნება ამ ახალი ოპოზიციური გაერთიანებების და პარტიების ტექსტი და შინაარსი დაცლილი რა კარგად თქვი ჭარბი რეალობისგან რა. მარტივი საკითხია, როდესაც უცხოეთიდან არ გექნება დავალება, მე თვითონ გაჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც იპოვის თავის მიზნობრივ აუდიტორიას, თავის ჯგუფს, რეალურ პრობლემებს რო გამოხატავს. არის ქვეყანაში უამრავი საკითხი, რომელზეც შეიძლება ლაპარაკი, კამათი, დავა, ასე შემდეგ და ვიღაცას ეყოლება თავის წარმომადგენელი, თავისი ხმის გამომხატველი და აი, როდესაც ხალხის რეპრეზენტატორი იქნება პარტია და არა ლეგიტიმაცია, როდესაც ხალხისგან ექნება და არა უცხოეთისგან, უკვე ყველაფერი დავაგდება. ეგ იქნება ჯანსაღი ოპოზიციაც და ისიც. შეასი. იგივე. მე აგერ ირაკლი კუს
კომენტარი მიდევს წინ და გავუშვათ ირაკლი უტვან მეო მაინც მე მგონია რომ დიდი შეცდომა იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ საკითხზე დიდი დროის დათმობა რომ აგრძალავენ არ აგრძალავენ ჯანდაბამდე გზა გქონიათ მე ვარ საქართველოს მოქალაქე ქართველი აკრძალულიც და აუკრძალავიც შევძლებ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ბოდიში მომითხოვია მაგრამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ვარ მხოლოდ პარტიული პოლიტიკა ირაკლი მათ შორის არის პარტიული ცხოვრება აი რა ვიცი აზრი აი ხა ეს სათაურები ან ბიზნესშიც კი არა ანუ ეს რო იმაზე პინგ-პონგის მაგიდის ერთი მხარე აწიოს და თავისთავად ეთამაშოს იქ ვერ მოიგებს მეგობრებო მე დროშე ზურა მენთეშაშვილს აკვეთის ხონიზების სახით პატრიოტა შეუფარდა TV-ს რა მე დროშე არ შეიძლება გავგი ერთი მე დროშე ხო იყო კაცო უკვე ახალი მე დროშეა ვიღაცა მენაპირე თუ რაღაც ხო მენაპირე ერისთავი ის არის კაცო სხვა თავს მენაპირე ერისთავი რატო არ კეტავს რუსთავს რატო არ კეტავს რუსთავს ხო ეგ გნიდა სადაა ნინია გაგაბაძე რატო არ გნიდა ნუ ეხა გასაგებია რომ ნიდა და დაიჭერენ მაგაც ისუნდა ტკივად ხო ტკივად კაბუზველი იქნება ხო მაგაც ეხა არ აწყობთ მაგრამ მენაპირე ერისთავი რატო არ ხო რატო არ კეტავს მენაპირე ერისთავი რა ან მაგალითად ეხა ვახოსანაია მეორე ჯერ უკვე სისხლის სამართალზე მოკრება რატო არ კეტავს რატო არ კეტავს დაკეტავს ახლა 71 წლის მოხუც ხალზე რო აქვს აქცენტი ის ქალი შეასწინეს და წავიდა იქ და ვინც შეასწინა და ვინც უკიჟინებს ისინი რატო არ უდგან ამ გვერდზე ეგ ქალი თვითონ არ ეცოდებათ კაცო ხო მე მეცოდება მე მგონი ყველაზე მეტად რა უბედურება და რაც თავარია ბიჭო რა შედეგი აქვს ამას რა თან ბიჭო გამოდიან ესეთი რაღაცა ხდება თვითონ არ გადადის ქუჩაზე არა მაგას გეტყვით თვითონ ქუჩაზე არ გადადის და მე მოთხოვს ხალხო რა მოგივიდათ რატო არ გამოდიხართო რა ვიღაც ეგეც რამდენიმე დღის წინ იყო ვიღაც ტიპი რუსულ ნომრიან მანქანას დაუდგა და საგარეო 18 წამიო არ მისცაო უკან გააბურო ხო და რა გინდა ბიჭო ეგეთი პატარა გამარჯვებები აქვს მე სხვა რაღაც მაინტერესებს არ შეუშალო მაგ ტიპზე როგორი იმითი გავიგე იცი ანუ პოსტები შემხვდა რა მედიის სათაურია შემხვდა რომ აიო თანამედროვე გმირობის მაგალითი ხო ან ტიპი ვიღაცა მომავალ მანქანას რომელიც არ დაარტყავდა, გადაუდგა, იდგა მერე დებილი მოვიდა მლესავი, იდგა და იმან ნუ გაშენ გიჟდა რომ მოატრიალა და წავიდა. და ამით დაამარცხა იმპერია. ეს ამ ტიპმა, აი ამ ქმედებით აინაცვლა გმირების პანთეონში. და ერთი ტიპი იყო დავდებს სტატუსი. როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებსო, აი მაშინ დამარცხდება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ანუ ყველა მონაცემით, აბსოლუტურად ყველა მონაცემით, რუსეთი უტევს იმ საცოდა უკრაინას. უტევს. ნელა, მაგრამ უტევს. და მოიცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არა, ჯერ ამ ფაქტის იგნორირება დავიწყოთ. არა, მაგ ფაქტს. აი, ეგ სიშლეგის იმაში კონსტელაციაში კარგად ჯდება, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა? არანაირი. ეგ მე უკვე მეორე საქმეა რა. მართლაც რომ იგებდეს. კაი, მე რა ხდება? ხო, ნუ. ანუ ეგ როგორ ხდება უფრო სწორად? რამე უკრაინული დრონები მოდიან და თავს გვესწრებიან. არა, ეგ არის როგორ ხდება. მე შემოდიან ის ქართული ჯარისკაცები. უკრაინა იწყებს ომს ჩვენთან. ქართული ჯარისკაცები, ამათი აზრით, ქართული ჯარისკაცები, რომელიც მოსკოვს აიღებენ, მე წამოვლენ აქ. მალე არა, ხვალე. ხო, ზეგ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გიყურეთ მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ. ხვალ ყურადღებისთვის.